ბევრი ფსიქოლოგიური მეთოდი გამოიყენება. თუმცა ეს ფსიქოლოგიური მეთოდი არ არის რაღაცა ზუსტი მათემატიკა ან მეცნიერება, რომ 100-დან 100-ჯერ ესე მოხდება რა. 10-დან 7-ჯერ შეიძლება პირობითად, აი ძალიან პრიმიტიული მაგალითი. ვიღაც რო ეუბნები, რომ რაიმე რიცხვი მითხარი 1-დან 10-მდე, ის გეუბნება 7-ს რა, იმიტომ რომ ესე ამბობენ რა. ან მაგალითად უფრო მეტად გაზრდი იმის შანსი, რომ აი 10-დან 1-დან 10-მდე რაიმე რიცხვი მითხარი, ოღონდ 3-იანი არა. უფრო მეტად გეტყვის 7-ს. იმიტომ რომ რომები 10-მდე რაიმე მითხრა, ოღონდ 3-იანი არა, შენი გონება 10 და 3-ს აკლებს რა ერთმანეთს და 7-ს ამბობს რა. შეიძლება ხელის მოძრაობითაც გითხრა, მოდი რაიმე რიცხვი მითხარი ნებისმიერი 1-დან 10-მდე, მე აქ გიხატავ შენ 7-იანს, რომელსაც შენ ვერ აღიქვამ. ესე, მაგრამ შენი ქვეცნობიერი ამას აღიქვამს შენი ქვეცნობიერი და კიდევ უფრო მეტად ზრდის შანსს, რომ შენ 7 მითხრა რა. მაგრამ ეს არ არის ზუსტი მაჩვენებელი, რომ შენ ყველა ვარიანტში მე რომ ახლა 10 ადამიანი გავაჩერო, 10-დან 10 7-ს არ მეტყვის. ამიტომ ამ ფსიქოლოგიური მეთოდების დამატებით არის კიდევ საილუზიო მეთოდები, აი ეს ხრიკები. და მე ამ კომბინაციით უკვე 10-დან 10-ვეს შემიძლია რომ ვათქმევინო 7. აი რაღაც ესეთი ჩახლართული ამბავი. სადღაც რომელიც